მოგესალმებით პატრიცემონო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, გადაცემა უფლება დამცველთა სახლის საათი, მე მამუკა ტუსკაძე ვარ. დღეს ჩვენ ამ სეზონში ბოლო გადაცემა გვექნება და აგვისტოს მეორე ნახევრის შემდეგ გაგრძელდება ჩვენი გადაცემების ციკლი, ვინაიდან ჯერ ზაფხული არის, მე მეორე რო ობიექტივი იცვლის მისამართს და გადადის ის უფრო საინტერესო და კარგ ადგილზე, ამის შესახებ ალბათ ობიექტივის ხელმძღვანელობაც ისაუბრებს. მე დღეს უბრალოდ დროებით, ასე ვთქვათ და დროებით მე შემდგომში გადაცემის შემდგომ დაგემშვიდობებით ახლობთ 2-3 კვირით, ვიდრე ახალ მისამართზე გადავიდეთ. თუმცა ჩვენი მისამართი ამ წუთის ტელეფონის ნომერი მაშინაც და ეხლაც უცვლელია 2388 105-ზე, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, გამოხატოთ თქვენი აზრი. დღეს ჩვენი თემა შეეხება ყრუმუჩთა კავშირს და მას იქ შექმნილ მდგომარეობას. ამისათვის დღეს სტუმრად გვყავს ჩვენ მოწვეული ყრუმუჩთა კავშირის წევრები ბატონი დავითაია და ქალბატონი ნინო ხოსიტაშვილი, ხო? და მინდა მოგესალმოთ ბატონებო და რა ვიცი, ჩვენ დღევანდელი გადაცემის მთლიანად თქვენს პრობლემებს მიეძღვნება. ასევე ჩვენ გადაცემის სტუმარი არის პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი ლილიაშვილი, მოგესალმებით ბატონი გიორგი ლილიაშვილი, თავისი ორგანიზაციის მეშვეობით და ზოგადად თავისი ფუნქციით ის ახორციელებს დაცვას ამ ადამიანების და მათ შექმნილ პრობლემების. ჩვენ ამ ყველა საქმეში დაგვეხმარება ქალბატონი ზაირა გრიგოლაშვილი, რომელიც ასე ვთქვათ ჟესტურ ენაზე გადაგვითარგმნის და ასე ვთქვათ მაყურებლებს არა მარტო სმენადობის ქონია აყურებას, არამედ ვინც არ ესმის, ასე ვთქვათ, ხოლო ჟესტური ენა ის მათთვისაც ჩვენი გადაცემა იქნება ხელმისაწვდომი. ასე რომ მინდა დავიწყოთ და გავხსნათ ჩვენი გადაცემა. ბატონო გიორგი, თქვენთან მინდა მაინც პირველ რიგში დავიწყოთ და თქვენ ამ პრობლემებში მათახად ჩახედეთ და ერკვევით მთლიანად. ეს არ არის ახალი პრობლემა, წარმოშობილი არის კარგა ხანია უკვე. საქართველოს ყრუმუჩთა კავშირში შექმნილია ძალიან ისეთი არაორდინალური მდგომარეობა, ერთის მხრივ ჩატარებული ყრილობის შემდეგ სასამართლო პროცესები გამოძიებაშია საქმე, მეორეს მხრივ ყრილობა არალეგიტიმურია, იმიტომ რომ ჩატარდა პარალელურ ყრილობას, გაშუქდა თავის დროზე. რა ხდება, რა მოხდა, იქნებ გვითხრათ ამის შესახებ, ვიდრე უშუალოდ ბატონ დავითთან და ქალბატონ ნუნისთან. ეს პრობლემა მართლაც დიდი ხანია უკვე არსებობს. სამწუხაროდ საზოგადოებისთვის უცნობი არის ეს დეტალები იმის გამო, რომ ფაქტიურად წინა ხელისუფლებიდან ეს პროცესები იყო დამალული, ხოლო ახალი ხელისუფლების შემთხვევაშიც იგივე პროცესები ვითარდება და ვცდილობთ ახლა რომ რაღაცნაირად მოვახერხოთ ამ პრობლემების საზოგადოებისათვის მიწოდება. ყრუმუჩთა კავშირში როგორც მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში საკმაოდ მდიდარი ორგანიზაცია იყო და ეს ორგანიზაცია საკმაოდ ბევრ ადამიანს ასაქმებდა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, რა თქმა უნდა, და ისინი იყვნენ დაკავებულები, შრომობდნენ და ჰქონდათ თავიანთი საწარმოები. თუმცა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და დაიშალა, ეს საწარმოები მათ მაქსიმალურად შეინარჩუნეს, თუმცა მერე უკვე როდესაც ახალი წინა ხელისუფლება მოვიდა, ზუსტად წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო ამ ქონების გაყიდვა, გასხვისება. მე მინდა გითხრათ, რომ სმენა დაქვეითებულთა უმეტესობა არის ძალიან კარგი პროფესიონალი თავისი საქმის. ისინი სამკერვალოებში მუშაობდნენ, ფეხსაცმლის კერვაში, ფეხსაცმელს კერავდნენ, ტანსაცმელს კერავდნენ და მათი პროდუქცია მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. დღეს სამწუხაროდ იმის გამო, რომ ეს საწარმოები გასხვისდა, ჯერ გაიყიდა თვითონ აპარატურა, შემდგომ მოყვა ამას გასხვისება ქონების, ჩვენ შეგვიძლია ამ მასალებიც გაგვაჩნია და გადაცემის პროცესში ვაჩვენებთ საზოგადოებას ამ ქონებას თუ რა ხდება და რა პროცესები მიმდინარეობს და მოხდა ასეთი რამ ყრუმუჩთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ჩაეტარებიათ არჩევნები, მომხდარიყო ამ არჩევნებით მიეღოთ მათ სასურველ პიროვნებას მონაწილეობა. დღეს არის წარმოდგენილი ბატონი დავითი, რომელსაც კანდიდატი იყო ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობის, თუმცა ცოტა სასწაული რაღაც ჩაატარეს იქ დღეს ყოფმა ხელმძღვანელობამ
ბატონი დავითი საერთოდ ყრუთა კავშირიდან გაანთავისუფლეს. და არ მიცეს საშუალება არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა ეს ამომრჩევლები, ვინც პირველ ყრილობაზე იყო მისული, იყო ზუსტად ბატონი დავითის გამო მისული და ბატონი დავითისთვის უნდა მიეცათ ხმა. თუმცა აღმოჩნდა მოტყუებით, ანუ საზოგადოება მოატყუეს ამ ყრილობის ჩამტარებლებმა და ანუ გააყალბეს პრაქტიკულად ყრილობა. ბატონი გააყალბეს თავისთავად, იმიტომ რომ კანდიდატი ვინც იყო მის მოწინააღმდეგე, ერთპიროვნული კანდიდატი დატოვეს, ფაქტობრივად მარტო ერთი ადამიანი დარჩა იქ კანდიდატად, ბატონი დავითი მოხსნეს არჩევნებიდან საერთოდ და ამას მოყვა საკმაოდ დიდი პროტესტი სმენა დაქვეითებული პირებისგან, ამას მოყვა მერე სასამართლო პროცესები და ასე შემდეგ. ბატონი დავითი თავათაც ისაუბრებს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე შემიძლია საზოგადოებას ვაჩვენო ის დადგენილება, რის საფუძველზეც ბატონი დავითი გაანთავისუფლეს, უпростоროდ ყრუთა კავშირიდან დაითხოვეს ეს ადამიანი და ამ რატო შეზღუდული შესაძლებლობები აღარ აქვს უკვე? რავი, ეთყობა ან გამოაჯამთელეს და ან რაღაც სხვა ის არის. ხელმომწერები არის სხდომის თავმჯდომარე, ვიცე-პრეზიდენტი ამ ორგანიზაციის მაია მეტონიძე, სხდომის მდივანი არის ჩიმაკაძე და თარჯიმან დოქტოლოგი იაკობაშვილი. ფაქტობრივად ეს დოკუმენტი, როდესაც შეადგინეს და ბატონ დავითს გადმოუგზავნეს, ეს თავად კანონის დარღვევა არის, თვითონ ყრუთა კავშირის წესდების დარღვევა არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი სმენა დაქვეითებული არის და ამ ორგანიზაციაში დაბადებიდან არის რა, რასაც ქვია. უნებრივია, ხო, ნატურალიზაციის ჩვეულებრივია. კი ბატონო და პროცესები ისე წარიმართა, რომ სამწუხარო ანუ სასამართლო მოიგეს შემდგომ ამ სმენა დაქვეითებულებმა და მე მოკლედ რომ ვთქვათ, თავისი ყრილობა ჩაატარეს, ანუ თავად ჩაატარეს ყრილობას სმენა დაქვეითებულებმა. ანუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით თავიდან ჩაატარეს და მაგრამ ისევ შედეგი დააყენეს. არა, შედეგი დადგა როგორი, ახლა იმ ქალბატონი მაია მეტონიძის მეშვეობით მოხდა პატარა რაღაც 20 კაციანი ვითომ ყრილობის ჩატარება და იუსტიციის სამსახური კადრები ხო? კი, კადრებს თუ გვაჩვენებენ, კარგი იქნება. ფოტო არის და კადრებსაც გვაჩვენებენ. აი ეს არის, როდესაც პირველად ჩაატარეს და ბატონი დავითი მოხსნეს არჩევნებიდან რომ მოიხსნა, ეს მისული კანდიდატები წინ არიან თავისი მომხრე კანდიდატები, ხოლო ბატონი დავითის მომხრეები უმეტესობა ზის და ვერ გაერკვნენ სიტუაციაში საერთოდ რა ხდებოდა, ბატონი დავითი რატო ერღებულობდა მონაწილეობას, ხოლო გარეთ ამ პროცესებთან ერთად მიმდინარეობდა აი ეს თვითონ საპროტესტო აქცია გარეთ. გარეთ საპროტესტო აქცია, აქაც თვითონ წინააღმდეგებიც ბევრი იყვნენ, თვითონ შიგნით დამსწრეები, გარეთ პოლიციის მეშვეობით ვერ აჩერებდნენ ამ სმენა დაქვეითებულებს და საკმაოდ დიდი ის იყო პროცესი გარეთ მიმდინარე და მახსოვს ეს პერიოდი შუქდებოდა კარგად რაღაცა მომენტში რუსთავი ორმაც გააშუქა, იყო სხვადასხვა მოკლე ისენი იყო გადაცემები, პირველ არხზე იყო რაღაც გადაცემა, თუმცა რეალურად საზოგადოებას ამ პროცესებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს, სრული ინფორმაცია არ მისულიათ რა პრობლემები იყო, რა ხდებოდა და საერთოდ რა სიტუაცია იყო. აქ გამოყენებული იყო ასევე არასრულწლოვანი პირები ყავდათ მიყვანილი, სკოლის მოსწავლეები ყავდათ, ეს არის თვითონ იქ ჩატარებული ყრილობა და აქ უხსნიან, რომ დავითიც მონაწილეობს, ანუ სულ სხვა პროცედურა აუხსნეს სმენა დაქვეითებულებს, სულ სხვა რაღაცაზე აყრევინებდნენ კენჭს და ხელს აწევინებდნენ. თუმცა რეალურად სულ სხვა რაღაცა პროცესი განხორციელდა. თუმცა ამის შემდეგ სასამართლომ ხომ მიიღო გადაწყვეტილება? კი მიიღო, ეს გააუქმა სასამართლომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყრილობა თავიდან უნდა ჩატარებული იყო. ყრილობა გამოცხადდა შემდგომ არალეგიტიმურად. აი ახლა გარეთ იმას აჩვენებენ ალბათ. კი ბატონო, შემდეგ ანუ
სასამართლო მოიგეს, სასამართლოს შემდეგ დაინიშნა ყრილობა, როგორც წესი არის, ერთი თვით ადრე გამოცხადდა, გაფრთხილებული იყვნენ სულ ყველა წევრები ამ ორგანიზაციის და შესაბამისად ყველას ჰქონდა იმის საშუალება, რომ მიეღოთ თავისთავად მონაწილეობა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებში და ჩატარდა ეს ყრილობა ჩატარდა რუსთაველის თეატრის პატარა დარბაზში მაგის კადრებიც არის და იქნება ალბათ ნაჩვენები თუმცა საკითხი მოხდა ცოტა გაურკვეველი იყო როდესაც იუსტიციის სამინისტროში ყრუთა კავშირის წარმომადგენლება დაასწრეს მიტანა დოკუმენტაციის, ანუ მათ ჩაატარეს 20 კაციანი სხდომა თუ რაღაც დადგენილება მიიღეს და რადგანაც იმათმა დაგასწრეს თქვენ, ამიტომ თქვენი ყრილობაო არ ჩაითვალაო, ანუ არ ჩათვალეს. პრაქტიკულად იუსტიციის სამინისტრო ხელი შეუწყო. რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროდან საკმაოდ დიდი ხელშეწყობა არის სმენა დაქვეითებული პირების დაჩაგვრის პროცესში. პირდაპირ შეიძლება რომ იუსტიციის სამინისტრო ხელს აფარებს დამნაშავე პირებს, იმ პირებს, ვინც გაყიდა ამათი ქონება. უშუალოდ აი ხა მაგაზე მინდა სწორედ გადავიდე ბატონო გიორგი და ბატონ დავითი. აი ბატონი დავითიც ისაუბრებს ორ სიტყვას ბატონი დავითიც იტყვის თვითონ აი ამ ყრილობასთან დაკავშირებით რა ხდებოდა და რა პროცესები მიმდინარეობდა. იცით რა ბატონ დავით, ყრილობასთან დაკავშირებით მინდა გითხო. ყრილობასთან დაკავშირებით, ანუ ეს ერთი ყრილობა ჩაიშალა სასამართლო წააგო მხარემ და შემდეგ განმეორებით ჩატარდა ყრილობა და თუმცა შედეგად დადგა ის რომ მაინც იგივე ხელმძღვანელობა დარჩა, იმიტომ რომ იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა იმათი დადგენილება და თქვენი გადაწყვეტილება არა. რატომ მოხდა ეს ასე? ვინ არის ამირან ბატატუნაშვილი? იმიტომ გააკეთეს მაია გეგმები გქონდა დაფიქრებული. მაია არის დანარჩენს როგორც მოათინა, მაგრამ ისი მეუღლე ხო? მეუღლე. ამნარი პრეზიდენტი, მაგრამ მაია ჩაგმეთ აკეთებს და ამნარი ჩაგმეთ არ აკეთებს, მაგრამ არაცხოვდა მაგით მე მოწვლაცე. იმიტომ რომ მაია ეშინოდა იქ ბევრი რამე დაგვებია, ბევრი რამე გაგრიდეთ, ბევრი რამე გახარებებულია, ბევრი რამე ფული დაიკარგა, მაგრამ მოწვლაცე შეშია. იმიტომ გააკეთა გახარებებაც. ჩემ მოწვლაზე დიდი პრობლემა იქნება მაგით პრეზიდენტი და მოატრებული. იმიტომ ძორი ქმარები იყვნენ. მაგრამ რატო იცი? ამინარი ჯაგმეცე მხოლოდ აკეთებს მაია. ამინარი აცრით არ აკეთებს. მაგრამ არის რა აკეთებს და მხოლოდ მაია აკეთებს. იმით უთვით გახარება არ შევედი. რატო გახარება? იმიტომ რომ ჩემ მოწვლაზე შეშია. ამარმა მომიცრო იმან იცოდა რომ ჩვენ აუცილებლად მოვიკეთეთ რომ რაოდენობა ხალხი მეტიკო ჩემში მაგრამ მაიამ მომიცრო დრო და ადრე შეატარა მაგით გირობა როგორც უდა ხარიბია თუ სამატრიალია მაგათ მშვება არისო მაიამ იცოდა გეკნები როგორ და გაიგედებინა იმიტომ მომიცრო დრო და მაიამ ადრე შეიტანა იუთი და ამ რა იცოდა იქ რა პრობლემა იყო და მან დრო მომიცრო იმიტომ მაიამ იცოდა რომ ხარიბებულია და მაგრამ ამათ ფეხებში გიტიო რომ დრო გაიგრძელებდა ვიცი თათამატრო დრო უდა იმიტომ გიძერდება მაია ფეხებში და მაგრამ მაია გეკმები რომ რაღაცა რომ დაიმართ ჩვენ გვაქვს ვეროდები პირათა პოლიცია საშუალი გვაქვს სორტო ნაკოპია შეიტანა მაგათ პირათა პოლიცია საშუალი მაგრამ შედეგი არ ჩანს უკვე 9 წელი გავიდა 9 წელი გავიდა რატო მან იცებს რა ვიცი მე თქო ჩვენ ვარ მოწმები მე მაგათ მოწმები ვარ მაგრამ მე მაინტერესებს თუ დანაშაული არ არის ჯერინობით გამოგვიცავთ რომ დამნაშავე არ არის თუ დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე გამაკეთებინოთ მაგით თუთი რატო გჯერდება იგივე პრობლემები არის მე უყურებ ჩაქრა ადამიანის უბრები დაცვა იგივე ვერ აკეთებ თქო რა ხდება რატომ არ გაგვაკეთებია რატომ არ აკეთებ ჩვენ რატომ ვარო რატომ ჩახრა რომ მითარო დამადრად გავაკეთო რომ ჩემმა უკვე დაიხარა ცხოვრები აწიარა ძალიან სობრები ვარო სამთახური არა მაგ შვილები ვერდი შვილები თუ დარო წისთავრო თუ უმაგრეჩ ჩააბარო ფული არა რა ხაკეთო მაგრამ მე მითარო მე მოწვით დროს
რომ შეიცვალოთ ცხოვრება და შეიცვალოთ დამტახული და მისცემ რომ იცხოვროთ მაგის შვილები გაძავდო ამით მაია რატო არ აკეთებ მაია ფიქრობ რომ რაღაცა გაგიტო შეცამოთ და გახარიბოთ აი მე თუ ეს არის თვითი პიროვნება ჩვენ როდესაც აი მე დავამატებ ერთ სიტყვას რომ როდესაც სმენა დაქვეითებულებთან დაკავშირებით საქმეს ვსწავლობდით, ზუსტად ეს საკითხი წამოიჭრა, რომ სმენა დაქვეითებულებს სულ სხვა პრობლემები აქვს, ვიდრე საზოგადოება მიწის. ვიდრე ის ორგანიზაციები აწარმოებენ ვითომც დახმარებას. მათ დახმარება სულ სხვა რამეში ჭირდებათ. მათ ჭირდებათ თავიანთი ქონების დაბრუნება და იქეთ დაეხმარებიან სახელმწიფოს. ანუ ეს ორგანიზაცია გახდათ საკმაოდ დიდარი ორგანიზაცია, მათ შეეძლოთ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების შემოტანა და ზუსტად ეს გააკეთეს, რომ ეს ადამიანები დატოვეს უმუშევრები, მათ სამსახური უნდათ. მათ უნდათ, რომ თავისი საწარმოები ქონდეთ და შესაბამისად თავის საწარმოებში თვითონ იმუშაონ, გამოიმუშაონ დამსახურებულად და არავის დახმარება არ ჭირდებათ. ანუ ის სოციალური დახმარებები, რაც მათზე გაიცემა, ზუსტად ეს დახმარებები მათ არაფერში არ ჭირდებათ. თუ მათ ექნებათ სამსახური, ანუ დასაქმება უნდათ და როდესაც ამ საკითხებზე დავიწყეთ მუშაობა, იმხელა წინაღობას გადავეყარეთ, ჩვენ რომ გაგვიჭირდა ამ პრობლემების საზოგადოებისათვის მიწოდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათ საარჩევნო პერიოდი ემთხვეოდა და არჩევნებში მივაღებინეთ მონაწილეობა. მაგაზე მე ცალკე კითხავ, თუმცა ძალიან პრეცედენტო მოვლენა არის და მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ. თუ იქნება ის ყრილობის მომენტები რომ აჩვენონ კარგი იქნება ახლა. კი, კიდე ჩავთავენ, ხალბატონო, მე თქვენთან მინდა იყრილობის. აი ეს საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გარეთ რამდგომარეობა იყო, პოლიცია იყო მობილიზებული. ეს ის დღე არის, როდესაც აი წეღა რო ყრილობა ვაჩვენთ, ის შიგნით რა ხდებოდა და ეს გარეთ რა პროცესები მიდიოდა. უამრავი ადამიანი სმენა დაქვეითებული აპროტესტებდა შიგნით მიმდინარე პროცესებს. იმიტომ რომ ესენი არ ეთანხმებოდნენ ბატონი დავითის მოხსნას არჩევნებიდან მოხსნეს საერთოდ და გააუქმეს მისი წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოგეთ ყურთა კავშირში როგორც ჩანს და არის ინფორმაცია, საერთოდ დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ არის, ყურთა კავშირი იმართება ერთი პიროვნებისა და მისი მეუღლის მიერ, ასე არის რეალურად. ძალიან ცუდი ფაქტია ეს. ხალბატონო, აი ესეთი რთული ყრილობები იყო, რაღაცა ვერ გაერკვა, ძალიან დაძაბული მდგომარეობა არის თქვენთან ორგანიზაციაში, თქვენ ორგანიზაციის წევრები ნამდვილად იქნებით, მაინც ამას ვერც ბატონაშვილის გადაწყვეტილება ვერ იმოქმედებს ამაზე და ვერც ვერაფერი. ეს არის ბუნებისგან ასე შეზღუდული შესაძლებლობები არის ბუნებისგან და ამას ახლა ბატონაშვილი ვერ შეცვლის და ვერც ვინმე მაია მეტონიძე მისი მეუღლე. ამიტომ თქვენ ხართ წევრები, რამდენი წევრს ითვლის დღეს თქვენი ორგანიზაცია და რას აპირებთ? აი უბრალოდ სანამ რას აპირებთ, მანამდე იქნება, აი რას აკეთებთ ამდენხანს თქვენი ორგანიზაცია და როგორ იყო თქვათ იგივე კომუნისტების დროს და რა არ იყო შემდეგ აი ბატონაშვილის დროს, რა ხდება რა რაიმე აი იგივე დასაქმების თვალსაზრისით, იგივე სოციალურ პროექტების ჩართულობების თვალსაზრისით, სამოქალაქო აქტივობის თვალსაზრისით და მე გადავთ სხვა საკითხებზე. ჩვენ დროს ახლა სანამ ბატონაშვილი მოვიდოდა, ჩვენ ჭარმოებში მუშაობდით ყველა, სამუშაო გქონდა ყველა, კარგად მუშაობდა ყველა, ჩვენ ოჯახებს ვინახავდით. და რაღა ბადრი ბატონაშვილი რომ მოვიდა, კი იყო, კიდევ ჭარმოებები იყო. იქ მუშაობდი, მე მეუღლე რომ მოვიდა, ჯერ როგორც მაყურებელი ისე იყო, მე მუშაობდი, პირველ ორგანიზაციაში ჭებრად მუშაობდი მაშინ და ყველაფერი თუ რამე იყო, პრობლემები შეკითხვებს რომ ვაჟლებდი ხოლმე, ჩვენ საქმეში არ გვახედებდა, არ ასხობდათ მასე და ისე პრობლემები შეგვექნა, რომ მე იქიდან წამოვედი. ისე მოხდა ყველაფერი იმის მერე არ შევხედულ ვარ, ისე და ნენელა ჭარმოებები გაიხიდა ეს ყველაფერი დარჩნენ უმუშევრები. ჯოგმა სასწავი, ჯოგის სასწავი და ჯომე მაგალითად წავედი ბაჟალის და იქ მუშაობ რესტორანში. ჯოგის თურქეთში წავდა, ჯოგისა და არ ვიცი ვინ რა საკეთებს აჯი არა ვარ. და ჩვენ მარტო მე კი არა, ბევრი შემნაირები ისე ფიქრობდნენ რომ გაგვიერთიანებინათ.
ერთად რა უნდა გაგვეკეთებინათ რამე და აი ბატატუნაშვილის მეუღლე ჯოგისთვის დედა იყო, ჯოგისთვის დედინაშვილი. ეგრე არ შეიძლება, ეს ჩვენი საზოგადოება იყო. ერთმანეთზე აი მივდიოდით ხოლმე ჩვენ საზოგადოებაში და ერთად მივდიოდით, გვიხაროდა ხოლმე ყველა. ოჯახში აღარ ვშერდებოდი. ეხლა ბევრს უფრო მე მაგალითად იქ მისვლა უკვე 4 წელი არ ყოფილი ვარ. გული გაგვიტყდა. ეგრე არ შეიძლება ჩვენი საზოგადოება რატომ უნდა გაყოს ოჯახის წევრებმა. სულ რამდენი ხართ წევრი? სულ რამდენი სიცოცხლით? ვაიმე, არ ვიცი ახლა მაშინ 500-ის ვიყავ. 2000 წევრზე მეც სიტყვის მე როგორც ვიცი. 2000 საქართველოს მასშტაბით კი. საქართველოს ძალიან ბევრი ვიყავ. ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. ახლა რა 2000 წევრზე მეტი. 1200-მდეა უფრო. რეგიონებში ძალიან ბევრია და ანუ ყურადღება აი სახელმწიფოს მხრიდან. აი ნუ ეს ყურთა კავშირი თქვენი ორგანიზაცია გასაგებია თავისი სახელმწიფოს მხრიდან რამე სახის სხვა სოციალურ შემწეობას დამატებით ან რაიმე პროექტებში მონაწილეობას მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევა სხვა მიმართულებით მაგალითად აქ ერთი პრობლემა ეს არის რომ თქვათ ეს რაც პრობლემა გაქვს მაგრამ მეორე არის მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევა გაცივდი გრიპი დაგემართა რაღაც ოპერაცია ჭირდება აი ამას როგორ გიკეთეთ სახელმწიფო არის ახლა ჯოგიერთები იყო სახელმწიფო თუ ჩვეულებრივ სტანდარტულ პროექტებში ხართ ან დაზღვევაში არა ხართ როგორც ჩვეულებრივ ახლა აი მაგალითად აი ყოფილა მე და ჩვენ მეუღლე ავარიაში მოვყვებით რა და გაჭირვება იყო ეს პერიოდი იყო აი მე შემთავრება გაჭირვება იყო რა და ვთხოვე ბატატუნად მithumetes შემიქრის მეგობარი იყო და ვთხოვეთ რა გავაკეთო ესე და განცხადება შეგვატანა ჯანდაცვის სამინისტროში შეგვატანა ესე და განცხადებას ველოდებით და გარკვეული არ ვიყავი და იმაში მუშაობდი პირველი ორგანიზაცია და სხვები შხუბობდნენ და რა ხდება რატო და განცხადება რომ შემოვიტანოთ რატო არ გვაძლევო დახმარებაში და არ არის და ნელა მე შევაპარე იქნება ეს დახმარება თუ არაო და არა მაშინ დამბრუნე შემ განცხადება მეთქი ვერ ყვეოდი მაშინ ახალგაზრდა იყა ვერ ყვეოდა თურმე ის განცხადებები რბილად გვეუბნებოდა ვისაც პრობლემები აქვს მოიტანეთ განცხადებები ახლა მაიას გაშაგონად ლაპარაკობ მოიტანეთ განცხადებები დაგეხმარებთ ვინც მიიტანა იმ საბუთებით მიქონდა იმას თვითონ იქ საბუთები მოკონდა მე მგონი არ ვიცი ღმერთმა იცის მოკონდა ეს დახმარებები და თვითონ იჯებებდა იჯიბეში ჩვენამდე არ მოხდა აქ იყო კიდე პურის აპარატებთან დაკავშირებული საკითხი იყო რომელიც უფასოდ უნდა გაკეთებოდათ ამათ ოპერაციები და აპარატი შეიძლება ვთქვა აპარატი მე მაგალითად შენედაქვეთებული ვარ ეკლესიაში რო დავდივარ არ მინდა აპარატი რომ იქიდან შემოდია ხოლმე შვეიცარიიდან და არიგებენ თუ ვერ მოხვდებით ასე და თხოვე აპარატი მალმალი ფუშდებოდა შეიძლება მეთქი და განცხადება შემოიტანეთო კაი მეთქი შევიტანე განცხადება აუდიოგრამა შეუტანე და დაიკარგა იქ თვეში მოიტანეთო ამ დროს იქიდან რო შემოაქვთ ხოლმე ეს აპარატები არ უნდა საჭირო არ იყიდება ის აპარატები იმის მაგივრად უფასოდ ის აპარატები რშება έτσι და მიაკდა ყიდის თვითონ არა ისიც რა არის არ არის დიდი ციფრი თუნდაც 1200 თუნდაც 2000 ადამიანი რომ სახელმწიფომ და ან ფონდები არსებობენ ამასთან დაკავშირებით არ გაქვს ბატონო გიორგი რამე საერთოდ არ არის აქ საუბარი მანდამაის ამ ერთ ორგანიზაციაზე ალტერნატიული ორგანიზაცია არასამთავრობო ქოთი თქვენ შეგიძლიათ დააფუძნოთ საქართველოს ყურთა კავშირი ხომ არსებობს დააფუძნოთ საქართველოს ყურთა ასოციაცია და აი პრობლემა რაში არის ახლა თავად სმენა დაქვეითებულ ადამიანებს თვითონ უჭირთ ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მაგრამ თან საკმაოდ რთული არის ამ იმ ორგანიზაციებზე გასვლა, რომლებიც აფინანსებენ დონორები. ხო, დონორ ორგანიზაციებზე გასვლა რთული არის მათთვის, ძირითადად გადიან ჩვეულებრივ ჯანმრთელი ადამიანები, ისინი იღებენ ამ დახმარებებს მათი სახელით და შესაბამისად ეს ადამიანები რჩებიან დახმარების გარეშე და ისინი მდიდრდებიან. ეს პროცესი საქართველოში სამწუხაროდ არა მარტო სმენა დაქვეითებულებს ეხება, არამედ სხვა შეზღუდული შესაძლებლობების პირებზეც იგივე მდგომარეობა არის. ხო და ამიტომ ამას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს რაღაცნაირად, იმიტომ რომ ამათ სახელზე შემოსული დახმარებები რეალურად უნდა ხმარდებოდეთ ამ ადამიანებს და არ უნდა იყოს გარკვეული რაღაც თაღლითური ჯგუფების
ქვეშ მოქცეული, ანუ კიდევ მეორე, ფაქტურად შეუძლებელი არის დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება. აი ეს რატო ხდება და რატო არის ასე გართულებული, ეს უკვე იმ ორგანიზაციების სინდისზე იყოს, ვინც ამას ხელს უშლის და კიდევ მეორე პროექტს სამწუხარო არის, რომ საზოგადოებიდან ამ ადამიანებს ცოტა სხვანაირად უყურებენ, არადა ეს ადამიანები საკმაოდ ჩართულები არიან, საკმაოდ მონდომებულებიც არიან ყველანაირად, სწავლაც უნდათ და განათლებასაც ღებულობენ და რა ვიცი. არა, ნუ ბუნებრივი ახლა ეს რაც არის, რა ქვია, ასე თქვა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეზღუდული ეს არ არის დღეს 21 საუკუნეში და არც მე-20-ში შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მე რა რუსმენა აქვს დაქვეითებული, მე რა ყველაფრის გაკეთება შეუძლია ბერგ ჯანმრთელად თავარია მონდომება ქონდეს, სურვილი ქონდეს თავარია და თავარია კიდე ამისთვის სურვილი და მონდომება რომ გაქვს, რესურსი სახელმწიფომ უნდა შეუქმნას, შესაძლებლობა სახელმწიფომ უნდა შეუქმნას რომ მათ თავიანთი ცოდნა გამოცდილება რაღაცის გაკეთება შეუძლია. ხა ის არის აი ფასეულია საზოგადოებისთვის თითოეული მათი ნაშრომი ღირებულია მათი ნაშრომი და უნდა იყოს ეს კარგად გამოყენებული. ბატონ მამუკა თან რაში არის საქმე ახლა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ეს ადამიანები თავისუფლად შეიძლება ისეთ საწარმოებში დასაქმდნენ სადაც მაღალი ხმაურის შემცველი პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ მათ სმენის პრობლემა არ აქვს და შესაბამისად ეს ადამიანები ამ სამსახურს უფრო მარტივად გააკეთებენ და მათთვის ეს მისაღებიც არის დაждდებიან იმუშავებენ. მით უმეტეს ამ ადამიანებს ოღონდ დაავალე და საქმე გააკეთებინე გვერდზე გახედვითაც არ იხედებიან, აი პირდაპირ ზიან აკეთებენ ერთი და იგივე სამუშაოს. ეს ამას მინდა მკითხოთ, დავითს მინდა ვკითხოთ და ქალბატონ ნუნოს სამსახურის შოუნა ეს თქვენზე მარტო არა ზოგადად რომ ვისაც სმენა დაქვეითებული აქვს და რა ქვია საუბმეტყველება უჭირს სამსახურის შოუნა პრობლემაა სხვა ნებისმიერ სტრუქტურაში პრობლემა არის ძალიან კი პრობლემა აი მაგ მიზეზით შეიძლება თქვენ უარი გითხრან რადგან დიდი პრობლემა რომ აი როგორც ჩაიშოვლებრივ ხალხთან ურთიერთო ყრუნჯებს ვერ გავაგებინოთ მაგრამ მე მგონი როგორც მე აი არ არის პრობლემა რა მე შემჩაქმე მომეც და მე შემჩაქმეში გავაკეთებ და ხალხ შეულებრივ ხალხ გონია რომ ურთიერთობაში გაუჭირდება მაგრამ არ არიან არიან ერთული ხალხი თავის საქმე უყვარს და ერთგულად და კარგად გააკეთებენ ვიდრე მოლაპარაკება თქვენ დათორას პეტიშიტა გამივიწვით და აი მე რამტრი სამსახური შევიცვალე მაგრამ ჩემთვის მაკოპილი არის და მიმიკებ სამსახური იმიტომ რომ ჩვენ შემიძლია ვინაფარაკო მაგრამ ჩემი მეკობრებს ლაპარაკი არ შეუძლია მაგრამ ვერ იქებს რატომ იცი ხალხი შეკვეთათ რომ აცრევენ შეკვეთათ ლაპარაკი და შომები და ლემოტები ფერადები ხათაკარა ჰაკები ჩიდება ხათმა აი გურდა ვერეულებაო არ მიიქებს რომ პოტიშო დაგირეკავო ეგ რატომ არის უკვე ახარ იქებს იმიტომ რომ თართმარი ჩიდება მაგრამ რომუჩები კარგი პროფესია კარგი სპეციალისტები არიან და ჩქიარები არიან მაგრამ თათოთ ვერ ცხოვრობენ იმიტომ რომ ვერ იქებს რატო იცი თართმარი ჩიდება მაგრამ სამსახურის შესაძლებელია მიიღებს ხოლმე ევროპაში გადაცხოვრები გრუმჩები ჩვენი ბრატა გამაცები დაფუტო მაქარები და ხარჯო მაქარები დამეტი ჯირო ყველაფერი იქებს გრუმჩები ჩვენი ბრატა არ არის პრობლემაო ხეთორება აქვს და გარვიტარებულიო და მაგრამ შეუძლია იმუშაო ხო იგი მაქარაზე საქართველოში არ არის მაგრამ ლაკომა ნიჭე როგორ უნდა იმუშაო და მძიმედარ ჩვეთა ძირითადი პროფესიები რა არის ყრუმუნჯების ძირითადი პროფესიები ხოლოდ გეთვით მძღოლი ერთი ხო მძღოლობა არის აი დამწერებრო შეუძლია ხოლოდ დამწერებრო არა დარემოტო შეუძლია მაგრამ დამწერებრო არა ცნებია მძღოლობა ხოლობა შეუძლია კიდე ძირითადი პროფესიები რა არის ხეთორება გარვიტარებულიო ეს მაგრამ რა არის ეხლა ძირითადი პროფესიები რა შეიძლება
ძირითადი პროფესიები. შესაძლებლების კერდა. უფრო ჯაგროშიკი ახლა რომ შემარრო მუშაობდა ჯაგროშიკა ატელიეში მუშაობდა მაშინ და რომ შემსახურებ რო აღარ იყო მე რეჩი ჟაპოშინკად დაიწყო მუშაობა დღემდე აი ჟაპოშინკად მუშაობ ხო მაგრამ საჭირო პროფესიაა ეს საბოჟნიკობას ხო საჭირო პროფესიაა კი ფეხსაშმელების ხო მე მე ჩაკმრინ მაგ ილტიმეტარმია ჩემი პატარა ილტიმეტარმია კახსინი მქონდა მე ეგრა გავაჩერე პერტადმელებს გვერავდა ახალი პერტადმელებს ვამწავდებთ ჩემ თახში ოჯახში დედა ჩემი გერავდა და ჩვენ ვამწავდებდი და გამწავდებდი პერტადმელს და ვხიდი და ჩვენი რად მუშაობდი მაგრამ მე ავტომობილში ციცი ჩერება მიში აი არა მაგაფერეთ ტერიტორია მაგრამ ამინანი ბატატურათური აი მაგაში უნდა შეგიწყოს ხელი ზუსტად ბატატუნაშვილმა და კაკიდა ეს ქონება აი კაკიდა ეს არუთა გაეკიდა ეს ჩემთომა დავიწვა მე შემიძლია ეს ჯანათარები არუთა გაეკიდა რა იყო იცი 100% არ იყო პეშტაცმირი გამწადებ როგორ იყო იცი ცირებს დამწადებ და თავ გამოჩრიდა გელავდა აი რიქჩი აი დარაკებული მაშინები ქონდა ძალიან ბევრი და გაიგდა არ იყო შორი წაწარმო ეთო გაიქიდა თავი უმუშევარი ეგრა უმუშევლები გვარი არის ბოდიში აი მინდა კითხო ვინც იყიდა ექსაცაა ირანში გაიყიდა ჯართის მოლაპარაკები მუშაობდნენ ირანში გაიყიდა აპარატურა გაიყიდა ტექნიკა გაიყიდა მე ამჩერა ფულია ირანში გაიყიდა უნდა დააბრალა ირანმა იყიდა თუ ირანმა იყიდა ვირპიროვნება სახელგვარი აუცილებლად დაიჭოთ მაგრამ ვიტომ არა იყიდა მე რა მაგას ამშელობა აქვს რომ იყიდა სამაგიერო თქვენ რა მოგცეს კაცო ხარაფერი სამაგიერო თქვენ ისე და დაწერაო ჩარტა ბრაქლიაო არბარკაო კაპუჩებულიაო ჩო დაწერა უხარიჭოა ამათ არაფერი არ მიცას საქმეც მაგაში არის რომ ესენი დაწერა დაწერა მაგრამ ცილაბდროთი გამომძიებელი ვერ იცით რა ხდება არ ვიცი პროკურატურაში არის საქმე შეტანილი სამწუხაროდ ხო მინდოდა მეკითხა საჩივართან დაკავშირებით საჩივარი დინარეობს საფინანსო პოლიციაში საფინანსო პოლიციაში შეიტანეს პროკურატურაშიც არის შეტანილი განცხადება უკვე რამდენი ხანი არის ვერაც გავიდა ხო და სამწუხარო ის არის რომ პროკურატურაში ფაქტურად თაროზე აქვს შემოდებული ეს საქმე რეალურად არიძიებენ და მე შემიძლია გითხრათ აი ახლა ვინც გვიყურებს თქვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ასე თქვათ და ადამიანები რომ სვენა დაქვეითებულები აგერ თქვენს გეუბნებით რომ უფლებადამცველთა სახლი და მედიაკავშირო ობიექტივი იქნება თქვენს გვერდით ამ ბრძოლაში სამართლებრივ ბრძოლაში რა თქმა უნდა გულისხმობ იმას რომ ჩვენ იგივე საჩივარს მივადენებთ თვალყურს და ჩვენ გავაგზავნებთ ამ თქვენს დაცვას გარდა ამისა გამოვითხოვთ ჩვენ უახლოეს პერიოდში უკვე აგვისტოს თვეა ცოტა რთული თვე არის მაგრამ ძალიან მალე ჩვენ გამოვითხოვთ დოკუმენტაციას ურთეკავშირიდან იგივე ბატონაშვილისგან და ასევე ჩვენი წარმომადგენლებთან ჩვენ ბატონაშვილის ტელევიზიას ჩაწერს ალბათ სავარაუდოდ და ამ ყველაფერზე პასუხი რაც დღეს ჩვენ პრობლემები ასე ვთქვათ შეიქმნა და დავსახეთ აქ და აღმოვაჩინეთ უბრალოდ აღმოჩენილაც იყო და საზოგადოებას გავაცანეთ ჩვენ ამ პრობლემებთან დაკავშირებით ბატონაშვილის კომენტარსაც მოვისმენთ თუ რას აპირებს და როგორ აპირებს ამ ორგანიზაციის გამართვას წესში გამართვას ასე ვთქვათ და სპენა დაქვეითებულთათვის რაიმე შეღავათების გაკეთებას იგივე დასაქმების მიმართულებით იგივე ამ ყველაფერზე მე კიდევ ერთხელ მეორებ რომ ობიექტივი და უფლებადამცველთა სახლი ჩემი ხელმძღვანელობით შეძლებს დადგეს თქვენ გვერდით და დაგეხმაროთ სამართლებრივ ბრძოლაში ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს მე მინდა გითხრათ ასეთი რაღაცა ბატონო გიორგი ძალიან მართლა უპრეცედენტო მოვლენა მოხდა როდესაც საპარლამენტო არჩევნების დროს თქვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დაუთმო კვოტები და ადგილები ყრუთა კავშირს და შეზღუდული შესაძლებლობა მქონია იმიტომ რომ დღეს არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა ბატონებო თქვენს კარგად იცით და ეს ერთადერთი კარგი და ის არის ამ თაობის ასე ვთქვათ ცხოვრების შეზღუდული შესაძლებლობას განსაკუთრებულ გასახანს აძლევენ ამ ადამიანებს და უბრალოდ თქვენთან ამ ბატონაშვილის გამო როგორც ჩანს პრობლემებია თუ რეალურად წინ უნდა იყოს აუცილებლად თქვენი პიროვნებები ასე ვთქვათ ყველა ის თქვენი და ასე ვთქვათ ადამიანები რომლებიც ამ ასე ვთქვათ დაქვეითებული აქვს სმენა
და მეტყველება, თუმცა ამას გამო ჯერ კიდევ ვერ ახართ ასე ვთქვათ ცხოვრების ფერხულში ჩამდგარი და ეს გასაგებია რა მიზეზების გამო არის, მაგრამ აგერ გიორგის საინტერესო ინიციატივა ქონია ოქტომბერში მე რამოდენიმე ხნის უკან გავიგე ეს პირველად ძალიან მესიამოვნე და ყოფილი დარჩი რომ შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და ცადეს ბედი საპარლამენტო არჩევნების დროს საპარლამენტო არჩევნების დროს მივეცით საშუალება და სამწუხარო ის არის რომ ფაქტურად მარტო მეორე არხზე რაც დრო ქონდა მაშინ გამოყოფილი იმით ვისარგებლეთ და საზოგადოებას იმით ვამცნეთ მათი მონაწილეობა არჩევნებში არადა ეს მსოფლიო მოვლენა იყო მართლა მსოფლიო მე არ მახსოვს პირველი შემთხვევა იყო მსოფლიოში როდესაც სმენა დაქვეითებულებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა მაგრამ ჩვენ როდესაც მათ პრობლემებს ვეცნობოდით მით უმეტეს იქ ამათი შენობების გაყიდვა ფოთში ქუთაისში, თბილისში ტერიტორიები იყიდებოდა და დღესაც იყიდება. ეს საკითხები იყო წამოსაწევი და საზოგადოებისთვის მისაწოდებლად აუცილებელი. დღეს მაგალითად სმენა დაქვეითებულების ხარჯზე ფოთის ტერიტორიაზე გამოყოფილია მიწის ნაკვეთი და იქ კერძო სასაფლაო კადრებიც აქვს. კადრებიც არის სამწუხაროდ თუ გვაჩვენებენ, კარგი იქნება იქ არის ეს ვიდეო მასალაც და ფოტოსურათებიც თუ რა იყიდება, როგორ ხდება ამ გასხვისება, ეს არის ქუთაისის ტერიტორია, სადაც ნაწილი გასხვისებული არის, უკვე იყიდება. კი, არა, განადგურებულია ფაქტურად მიწასთანაა გასწორებული ეს არა და ეს საკმაოდ წამყვანი და ეს იქნებოდა. კი, არა. ნახევარი კახეთურია. კიდევ ვიმეორებ, რომ საბჭოთა კავშირში ჩვენთან აი სმენა დაქვეითებულების მიერ შეკერილი ფეხსაცმელების მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იყიდებოდა და საკმაოდ ესეთი ის ქონდა პოპულარული არა სოციუმის ის ჯგუფია დაახლოებით 2000-მდე ადამიანი სოციუმის ის ჯგუფია რომელიც აუცილებლად რაღაც პროდუქტიულია შეუძლია რაღაც სასარგებლო შექმნა საზოგადოებისთვის და რატო ხდება რომ რატო არ იყენებენ ამ ადამიანებს რატო არ ასაქმებენ რატო არ ტექნოლოგიები რაც იყო შემოტანილი ცნობილი ბრენდების ტექნოლოგიები იყო ეს Adidas-ის და Puma-s აი ეს შენობა არის ისტორიული შენობა რომელიც იყიდება დღეს ფოთში ეს ფოთში არის ნაწილი გაყიდული არის და ეს შენობა ყურთა კავშირის ბალანსია კი ყურთა კავშირი იყო კახეთურია აი კიდემ კახეთურია ამასთან მიწის ნაკვეთები უამრავი თითქმის ყველა რაიონში თავისი ოფისი ჰქონდათ მათ და აქ სადღაც სასაფლაო გახსნეს აი იქნება ის სურათსაც აჩვენებენ ეს ვიდეო არის სადაც აი თვითონ საწარმოს აჩვენებენ რომელიც სამკერვალო იყო შესაბამისად სავსე იყო იქ აპარატურით და დღეს რა მდგომარეობა არის იგი აი პროცესს აჩვენებს თვითონ ეს სმენა დაქვეითებული სხვათა შორის გულაოს ესე იგი ბატონი ამირანი და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი გახდათ ვინც აჩვენებს და ზუსტად ამ პროცესების შესწავლის პერიოდში გამიჩნდა აზრი რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა და საზოგადოებისთვის მიეწოდებიათ თუმცა თავად ყრუთა კავშირმა აი შენობა ყრუთა კავშირის არის კი ყრუთა კავშირის შენობა არის აქ იყო საწარმო იყო დასაქმებულები იყვნენ არა მარტო სმენა დაქვეითებული ეს ვიგაძარცო ასე კომუნისტ საბჭოთა კავშირის 90 წელს არა ეს ახლანდელი ეს არის წინა ხელისუფლების პერიოდში გაძარცული და დღეს ინგრევა და იძარცვება ეს შენობები და სხვისდება სმენა დაქვეითებულებისთვის არაფერი აღარ არის ფაქტიურად და ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება როდესაც მივიღეთ თავისთავად თარჯიმნები ესაჭიროებათ საზოგადოებისთვის რომ წარდგენილი და ზუსტად ყრუთა კავშირმა აუკრძალა თარჯიმნებს რომ მათ დახმარებოდნენ და საზოგადოებასთან მიეტანა ეს თავიანთი ინფორმაცია და არჩევნებში აქტიურად ჩართულიყვნენ თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ოჯახის წევრების მეშვეობით და მეგობრების მეშვეობით რომ დებატებშიც კი მიეღოთ მონაწილეობა ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო როდესაც
სხვა კანდიდატებიც ქუთაისში მაგალითად ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი, როდესაც დებატებში მონაწილეობდა, სხვა კანდიდატები ახლა წიროდ თარჯიმანი დაუჯდა და ხელებით საუბრობდა, ცოტა გაოგნებულებიც იყვნენ, რა ხდებაო და როდესაც აუხსენით, რომ სმენა დაქვეითებული ღებულობდა მონაწილეობას, მათი მხრიდან სულ სხვა დამოკიდებულება იყო და ესეთი იმით მიიღეს ეს ადამიანი იქ, რომ აი ყველა გვერდში უდგა და თავისი პოზიციაც საკმაოდ მყარად დაასაბუთა იქ, რომ ჩვენ გვჭირდება დასაქმება, ჩვენ გვჭირდება სამუშაო ადგილები. ჩვენ არ ვართ მათხოვრები, როგორც წარმოუდგენია საზოგადოება. სამწუხარო ის არის, რომ სმენა დაქვეითებულები რატომღაც მიაჩნიათ, რომ ცოტა ან მათხოვარი უნდა იყოს, ან და თუ ფიზიკურადაც კარგად არა ეს არის სახელმწიფოს დანაშაულია თუ მე მათხოვრობს ეგ არის მარტო მათხოვრობაზე არა დანაშაულებრივ საქმიანობასაც აკეთებიებდნენ იყო გარკვეული ჯგუფი რომელიც მათ მაგალითად პანელზე აყენებდა ქალბატონებს და ძალიან ცუდად ექცეოდა ეს კრუთა კავშირის სირცხვილიც არის ეს იყო საკმაოდ ძიმეის და ამის გამო ძალიან დიდი დაპირისპირება იყო თვითონ პროსტიტუციას აიძულებდა ეგ მესმის მაგაზე ძალიან ცუდი ის იყო მოვლენა რაც შეეხება შემდგომში ახლა განვითარებულ მომენტებს უფრო მეტად ჩაერთნენ სმენა დაქვეითებულები ასე რომ ვთქვათ საარჩევნო კამპანიაში CSKOM ტრენინგები ჩაატარა ახლა და რაღაც მომენტში მოუმზადებლებიც კი აღმოჩნდა ცენტრალური საარჩევნო კომისია თუმცა ჩვენი მოთხოვნით და იმით ცენტრალური საარჩევნო კომისია გვერდში დაგვიდგა, თარჯიმნებიც მოიძია, მათი დაფინანსებაც მოხდა და მაქსიმალურად ეგ მაინტერესებს ქალბატონ ზაირას, აი ერთ კითხვას დავუსვამ თელიან გადაცემას. ბევრი არიან თარჯიმნები, ვინც ეს იცის, ასეთი ჟესტიკულაციისენ. ანუ 2000-მდე თუ არის სმენა დაქვეითებული, 1-2000 უნდა იყოს თარჯიმანიც, ხო დაახლოებით? ოჯახის წევრი და აჰა ანუ პროფესიონალი თარჯიმნების ნაკლებობა საკმაოდ საქართველოში და მე ვიტყვი იმ ფაქტსაც რომ ქალბატონს ისე გაიმეორეთ რა თქვენთან ქალბატონს უჭირს საუბარიც იმის გამო რომ შეიძლება სიმართლე რო თქვას რაღაც პრობლემები შეიქმნას აქაც დღესაც როდესაც მობრძანდა შეიძლება მის დასაქმებასაც პრობლემა შეექმნას მომავალში. ამიშიში ნამდვილად არსებობს და ბევრი თარჯიმანი ზუსტად ამას უფრთხოდა, როდესაც გაფრთხილება მიიღეს კრუთა კავშირიდან, რომ მათ არ უნდა ეთარგმნათ არჩევნებში. ხო და კომუნიკაციის საშუალებაა, ხო, ურთიერთობა, თუ თქვენ კომუნიკაცია ისედაც გიჭირს, ხო? გიჭირს კომუნიკაცია და ამ დროს შენ კიდევ ეს გიგზავნოს ესე გეგრა გამოდის ეს გამოდის ის შეგიზღუდოს ეს არის მათ უკრძალავენ საზოგადოებაში ჩართულობას თუ ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დავარღვიოთ ეს საკითხი და ზუსტად ეგ არის უკვე პრობლემა ტრენინგების მაგაზი აქ არ არის შეიძლება ქონება დააშავა დაიშევა აქ მიდგომა კრუთა კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან არასდროს თითქოს თქვენ სხვა ადამიანები ხართ სხვა პლანეტიდან ხართ და აქ თქვენი ადგილი არ არის აქ თქვენ უნდა გენახათ ახლა ეს ვიდეო მასალებიც აქვეყნებენ თვითონ სმენა დაქვეითებულები ვინც მონაწილეობდნენ ამ ტრენინგებში როგორი სიხალისით მონაწილეობდნენ ამ ტრენინგებში და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები და ესეთი ყურადღებით და ესეთი თან საზღვრიანი შეკითხვები დასვეს ამ არჩევნებთან დაკავშირებით სხვა კანდიდატებიც ვინც მონაწილეობდნენ ისინიც აქტუალურები იყვნენ რომ ჩვენ არ გვეგონებო სმენა დაქვეითებულები თუ ასე ინტელექტუალური პოინტო მაღლა იდებოდნენ. კიდევ ერთი რაღაცა, თქვენ არ ახართ ხელმძღვანელობაში, კი ბატონო, მაგრამ ფლობთ ინფორმაციას რა ხდება. მაინტერესებს არასრულწლოვანი სმენა დაქვეითებულების ბედი. როგორ ხდება ხოლმე? აი ახლა კრუთა კავშირის წევრები არიან თუ როგორ ხდება? არასრულწლოვანზე გულისხმობ 16 წელს ქვემოთ პატარები. აი სკოლის მოსწავლეებზეა საუბარი. ეს სკოლა არის სპეციალური სანამი თუ როგორ იღებენ განათლებას? სკოლა არის სპეციალური განათლების. აი ბატონი დავითი იტყვის ამასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი პრობლემები აქვს სხვათა შორის მათ სწავლასთან დაკავშირებით, ანუ განათლების პროცესი შეიცვალა, ადრე თუ ანუ ჟესტური ენით საუბარს თუ ანბანის მიხედვით ასწავლიდნენ, დღეს არის მხოლოდ ჟესტების ჩვენებით, რაც
თან ძველი სწავლება ითვალისწინებდა იმას, რომ სმენა დაქვეითებულს შეიძლება სმენა არ აქვს, არა ლაპარაკი და ლაპარაკი მათ შეუძლიათ. ლაპარაკს ასწავლიდნენ. ანუ საზოგადოებაში ინტეგრირება რომ მოხდეს, აი დღეს კომუნიკაციის საშუალება არის. შეიძლება მას არ ესმის, მაგრამ მას ხო შეუძლია ლაპარაკი, აი დღეს როგორც ბატონი დავითი საუბრობს, ქალბატონი საუბრობს, ასე აი ეს სწავლება ზუსტად ძველი სწავლების მეთოდი იყო და ეს მეთოდი დღემდე არსებობს, თუმცა დღეს სამწუხაროდ გააუქმეს ეს მეთოდი და მხოლოდ ხელით ჟესტური ენით საუბარს მოშორე რაც ბატონ დავით, ეხლა რა ხდება? ქალბატონო პატარები, აი თქვენ პატარები, რომლებსაც აი ესეთი პრობლემა აქვთ. სასწავლობენ ესენი. ლუჩუპიცეს 203 სკოლაა. სკოლა ინტერნატი არის. ეს სკოლა ამ კლუბთა კავშირის ბალანსია თუ სახელმწიფოს ბალანსია? აი კავშირი კაპუროპიტერებოთ ვეცერა. აი აქ კავშირი კაპუროპიტერებები ყავს. არა, ვის დაქვემდებარებაში არისო? განათლებით ამინდროს. განათლებით ამინდროს. ხრათ მაუდა. კიდევ კარგი სახელმწიფო. კი, მაგრამ საქმე ის არის, რომ ზუსტად კლუბთა კავშირი ეწევა ლობირებას თავისი პროგრამებით და შესაბამისად ზუსტად ამ პროცესში გაუქმდა ის, რომ ლაპარაკს ასწავლიდნენ. ლაპარაკის სწავლების საკითხი იმასქნეს. კარგი. გასაგებია ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა, ბატონებო. ჩვენ კიდევ ზეკპიდით და აუცილებლად ჩვენი უფლებადამცველთა სახლი და მედია კავშირი ობიექტივი გააგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას და თქვენი ინტერესების დაცვას და გამოხატვას. ჩვენ მინდა შევახსენოთ ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, რომ დღეს ეთერში საუბრობდით ყურთა კავშირში შექმნილ პრობლემებზე, გამოწვევებზე და ყავდა ორგანიზაციის წევრები სტუმრად ბატონი დავითაია და ნუნუ ხოხიშვილი და ასევე მათი უფლებებს იცავს პოლიტიკური ორგანიზაცია სამშობლოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი ლილუაშვილი, კომუნიკაციას ასე ვთქვათ გვეხმარებოდა ქალბატონი ზაირა გრიგალაშვილი ჩვენთან და მაყურებლებთან. ჩვენ მედია კავშირი ობიექტივი და უფლებადამცველთა სახლი დროებით დაგემშვიდობება. ჩვენ აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ დაახლოებით აი ასე შევხვდებით ერთმანეთს ახალი ოფისიდან, ახალი სტუდიებიდან და ახალი გეგმებით და ახალი შემართებით იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნისათვის და ყველა იმ ადამიანისათვის და სოციუმის ნებისმიერი ჯგუფისათვის მათ შორის სმენა დაქვეითებულთა იყოს ღირსეული სამართლიანი პირობები, რესურსები, სამართლიანი განათლება, სოციალური სამართლიანობა რომ იყოს. კარგად ბრძანდებოდეთ, გემშვიდობებით. მადლობთ.